რუსთავში შიდა საუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. ბალანჩევაძის ქუჩაზე საბავშვო მოედანის სპორტულ გამაჯანსაღებელი კუთხე, გარე განათება და მწვანე ზონა მოეწყობა. სამუშაოების დაწყებამდე პროექტი მოსახლეობას ნინო ვაცაბიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გააცნო. პარალელურად ანალოგიური პროექტები ფალიაშვილის, ჭავჭავაძის, თოდრიას ქუჩებსა და შარტავას გამზირის მიმდებარედ მიმდინარეობს. რუსთავში არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს ეზოების მოწესრიგებას და იქ შესაბამისი გარემო შექმნას ახალგაზრდებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის. მსგავსი შეხვედრები ემსახურება, რომ რაც შეიძლება დეტალურად გავიაროთ მათთან ერთად საპროექტო ნაწილი, რომ უკვე განხორციელების ეტაპზე გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია თუ თხოვნა, რომელიც ექნება მოსახლეობას. რუსთავში ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს შიდა საუბნო სკვერების მოწყობა და უკვე არსებული სივრცეების მოწესრიგება. ჩვენი მიზანია ქალაქის ყველა უბანში შევქმნათ კიდევ უფრო მეტად კომფორტული, მოწესრიგებული და მწვანე სივრცე ყველა თაობის რუსთაველებისთვის.